პარამოცურავე გოგონას ისტორია და ფიქრი მომდევნო წარმატებაზე. გაგაცნობთ 13 წლის გორელ ნინი გელაძეს, რომელმაც კლასიფიკაცია მიიღო, რათა მაღალი დონის შეჯიბრებებში იასპარეზოს. ნინის მწვრთნელი მარიკა კახიაშვილია, რომელსაც ნინის წარმატების სჯერა. მე ვარ ნინი გელაძე, 13 წლის და 6 წელია, რაც ცურვაზე შემოვედი და 3 წელია, რაც სერიოზულად ვერთლა ცურვას. სამკვირის წინ წავედი იტალიაში, ლიგნანდო საბიადოროში, მსოფლიოს სერიაზე. რომ მიმოვა კლასიფიკაცია, რომ გამოგრძალებინა პარასპორტსმენად ასპარეზობა. ყოველ კვირა ზოგჯერ 6 საათი დავდიოდი ცურვაზე, ვარჯიშობდი, კვება გამოვასწორე, გემრიელი საჭმელები დავთვრე და ახალი რაღაცები შემიყვარდა. ბევრი რამდენიმე სპორტიც მაინტერესებდა, მაგრამ დათვალა მომიწია, იმიტომ რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ყველაზე ლამაზი და ყველაზე კარგი სპორტია ჩემი აზრით. ნინის მიზანიდან გამომდინარე, რომ კლასიფიკაცია შევძელით, გარდა ამისა მოვახდინეთ ფინალში გავედით მე-7 შედეგით და ფინალიც იცურავა ნინიმ საუკეთესო შედეგით, სადაც დააგროვა 545 ქულა და ეს უკვე გვაძლევს ათვლის წერტილს, რომ მოვემზადოთ ევროპისთვის და სამომავლოდ დიდ გეგმები დავისახოთ. აქტიურად ვიღებ მონაწილეობას შეჯიბრებებში, სხვადასხვა ასაკებში და საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს. ვცდილობთ საპრიზო ადგილებზე მოუხდნენ ბავშვები. ამ 2 დღის უკან ქალაქ რუსთავში ჩატარდა ქვემო ქართლის ღია პირველობა, სადაც მონაწილეობა მივიღეთ და ერთი პირველი, ერთი მესამე ადგილი ჩამოვიტანეთ. 2013 წელს გორის საცურაო აუზი მუნიციპალიტეტთან არსებული საცურაო აუზი დაიხურა, რის შემდეგაც ძალიან დიდი პაუზა იყო ქალაქ გორში და 2019 წლიდან უკვე მოგვეცა საშუალება, რომ ამ აუზით გვესარგებლა და ჩამოგვეყალიბებინა სპორტული ჯგუფები, შემსწავლელი ჯგუფები და შემდეგ სპორტული ჯგუფი, რამაც უკვე განაახლა ეს დაკარგული თაობები და უკვე ახალი თაობა იღებს მონაწილეობას. ახალგაზრდებს ვეთყოდი, რომ დაკავდნენ ცურვით. მათთვის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის არის კარგი, როგორც ხერხემლისთვის, ისე ცენტრალური ნერვული სისტემისთვის და გულსის ძარღვთა სისტემისთვის. ამიტომ პირველ რიგში ჯანმრთელები იქნებიან ეს ბავშვები და მერე ვისაც უკვე მონაცემი უფრო მეტი ექნება და საშუალება იქნება იმისა, რომ გააგრძელოს ენდომება და ჩამოყალიბდება, რა თქმა უნდა, გაგვეხარდება, რომ მეტ ბევრი სპორტსმენი ეყოლება ქალაქ გორს ცურვის გამო.